გამიყავეთ ადგილი. ისეთი დღე გაგვითენდეს, რომ ყველა ერთად რუსთაველზე ვიშავდეთ ამას. ოღი ხარ ჩაგეფუნჩხებო, კიდე ჩამეფუნჩხებო. კი. მოდი ჩემი მოგივიდათ ნანულა მოგივიდა მარიზა ნარგიზა ნანულა აბა ძალა ერთობაშია ძალა აი ასე ვარ გავიმარჯვებთ სახელოვნად ნამდვილად განსხვავებული ახალი წელი იყო და განსხვავებული აღდგომა არა და ეხლა ეს კვირა იმდენად მძიმე კვირაა სულ სხვა ცხოვრების სულ სხვა რეჟიმით უნდა ვცხოვრობდეთ ტაძარში უნდა ვიდგეთ, ჩვენ ლოცვებს უნდა უსმენდეთ, ხუთშაბათ ჩვენ კვერცხს არ უნდა ვღებავდეთ, პარასკევს უნდა ვღებავდეთ, მაგრამ დღეს ყველაფერი შეცვლილია ჩემ ოჯახში, იმიტომ რომ გიორგი ამ 4 კედელშუა არის და როცა ერთადერთი შვილი 4 კედელშუა ძალიან ძნელია, შენ ჩვეული რეჟიმით გააგრძელო ყველაფერი. როცა კვერცხებს ვღებავდი სახლში, არასოდეს არ მახსოვს ის ამომეღო საღებავიდან და დამელაგებინა როგორ საჭირო იყო. ეგ იყო გიორგის უსაყვარლესი საქმე. ამოიღებდა ცივწყალში, ამოავლებდა მერეზეთიანი ჯვარი ქონდა გამზადებული, იმით გააპრიალებდა და დაალაგებდა თავის გემოზე, მოაპარიატკებდა და ვიყავით რაღაც განსხვავებულად ვიყავით ყოველთვის ხელჩაკიდებული, მაგრამ აი დღესასწაულებზე აი სულ ცდილობდით ვის რა გაგვიხარდებოდა, ვის რა უყვარდა ის გაგვეკეთებინა. გიორგის მაგალითად იმდენად უყვართ ჩაკაფული, რომ წელს კი არა, ალბათ გიოსანამ არ გამოვა, არასოდეს არ გავაკეთებ. იმიტომ რომ გიოს რაც უყვართ სახში, ყველაზე ძალიან რაც უყვარს, არაფერს არ ვაკეთებ ჩვენ და მეტი წილი ვცდილობთ, რომ სახშიც არ გავაკეთოთ საჭმელი. სამსახურში რისი შესაძლებლობაც არის გავაკეთებ იმას, დავნახტებით და მერე მივდივართ სახში. არ მეგონა თუ ასე შეიქმნებოდა ყველაფერი, მაგრამ ალბათ გიორგის ბედნიერი სახისთვის თავს ვატან ძალას, რომ გავაკეთო ეს ყველაფერი, თორე აი მართლა რო გითხრა სრული სიტყვის მნიშვნელობით, გამოფიტული დავდი. ძალას გაძლევთ გიორგის. გიორგი და ყველა ბიჭი. გიორგის არ განვასხვავებ, იმიტომ რომ არც ერთ ხო არ ვიცნობ ახლოში, მაგრამ ყველა ჩემია. აბსოლუტურად ყველა ჩემია. ყველა ბიჭი მინდა ერთად ხელგაშლება ჩავიღოთ. რუსთაველზე იქნებით აღდგომას? აუცილებლად რუსთაველზე. როგორც ახალ წელს რუსთაველზე შევხვდი, ისე შევხვდები აღდგომასაც. სახში გამოიკეთება კარები ალბათ და ვიქნები იქ. როგორ მიულოცავდით თქვენ შვილს აღდგომას? ჩემ შვილს მიულოცავდი, როგორც ვიყავით ყოველ წელს, ისე ვიქნები დედიკო და მე საყვედურს არასდროს არ გეტყვი, პირიქით მიამაყები სამშობლო სიყვარულისთვის რო ხარ. შენ ხო ციხის კედლებში ხარ და მე რუსთაველზე შევხვდები აღდგომას, აუცილებლად და იქიდან მოგილოცავთ სულ ყველას ავანთებ სანთელს და გისურვებთ, რომ ეს ბრწყინვალე დღესასწაული თქვენი ცხოვრების ბრწყინვალე გზად იქცეს. მიხეილ ჯაჯანიძე ნინო გოშაც ეს რა შეუტანოს ნინო ორი პატიმრისთვის ჩემი და კიდე საკანში ერთი გუშინ შეუტანე კიტრი, პამიდორი, მწვანილი არ ტარხუნა არის, მაგრამ მაინც მწვანილია, ხო? პასკა, კვერცხი. კამერაში თორნიკესთან არის 3 ადამიანი, მაგრამ სავარაუდოდ 2 ოჯახის წევრები ცხოვრობენ შორს. ერთი ჭიათურელია ვიცი და ეხლა იქიდან ალბათ ვერ ჩამოვა ადამიანი, შეიძლება რაღაცთან ხაჩაურიცხონ და თხოვა თორნიკე ისედაც ცნობილია ჩემი საუბრიდან რა არის უკეთილი შობილესი ადამიანი და მითხრა რომ დედაო გეხვეწებიო რა იქნება შეძლო და 3-ვე სახელზე შემოაგზავნო შენო. ამაზე როგორ ვეტყოდი ახლა უარს. მერეო მარტო ჩვენ დედი 9 კილო პამიდორი და 9 კილო კიტრი როდის უნდა შეჭამოთ მე ვთხარ გაგიფუჭდება. არაო მითხრა აქ კიდე არიან სხვებიცო რომლებსაც არავინ არაფერს არ უგზანისო. ამიტომ მე ბადრაკს ვეტყვითო და იმათაც გაუნაწილებთ. სხვათა შორის ახალ წელსაც ვფიქრობდით რომ გამოუშვენ ალბათ ამ ბავშვებს ახლა რისთვის ზიან ციხეში ხო არ არიან მართლა რამე ხო დააშავეს ისეთი. არა. ეხლა აღდგომასაც ვამბობდით მაინც რომ იქნება და გამოუშვან, მაგრამ არა.
ძნელია რა თქმა უნდა ვერ მიდის ახალი გარდაცვლილი მამის საფლავზე ბავშვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი შვილი იქ ციხეში უფრო თავისუფალია, ვიდრე ვინც ეს სინი დამნაშავეებად ცნო იმათი შვილები, იმიტომ რომ ესენი უფრო გემრიელად შეჭამენ იმ პროდუქტს ყველანი ერთად, ვიდრე იმათი შვილები ოჯახებში. ჩვენ დამნაშავეები არა ვართ, არც ჩემი შვილი, არც მე, არც ერთი დედა, არც ერთი შვილი. ამიტომ რასაც გავიფიქრებ ამ აღდგომის დღეებში, ჩემი შვილის სახისა არც ერთს არ შერჩეს. ვისაც ჩემი შვილის დაჭერაში ბრალი მიუძღვის და გაიგონონ. დევიძეს უთქვია დედი, რომ გიტარა მენატრება ჩემი, არ ვიცი რომელიც მგონი გორგოძეს უთქვია, რომ მზის სხივები მენატრებაო და თორნიკე მითხრა. მე ბალახი და მიწა მენატრება დედა 4 თვეაო მიწაზე ფეხი არ დამიდგავსო და იმიტომ აქედან წამოვიდა ის ჩემი მწარე სიტყვები. აღდგომას თქვენს რუსთაველზე იქნებით? აუცილებლად. ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე აღდგომას აუცილებლად ღამის თევით. და ყველას მოუწოდებ, რომ ვისაც შეიძლება აღდგომას მაინც მიდიოდნენ ღამის თევაზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩვენთან ერთად დადგება აღდგომას და შევხვდებით სანთლებით ხელში და იქ ალბათ ყველა დედა თავისთვის ილოცებს თავისი შვილისთვის და ყველა ერთმანეთის შვილებისთვის საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სპეციალურად გავაკეთეთ ბანერები, რომ გულზე დავიკიდოთ იმის გულისთვის, რომ ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს მაგრად. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად. პირველი აღდგომა ციხეში და დარწმუნებული ვარ, გჯერათ რომ ბოლო, ხო? ჯერა ბოლო, აბა. ახლა მართლა ასე ქვეყანაზე შეყვარებულ ბავშვია 19 წლისა და სწავლაზე შეყვარებულს რა უნდა დიდხანს ციხეში? არა, რა თქმა უნდა ბოლოა. დროებით არის და ცოტა ხანში გამოვა. აბა ახლა აგეს რა გონიათ, რომ ასე იოლად შევარჩენთ ესეთ ნორმალურ პიროვნებები ვინც ყავთ გამოკეტილი? არა, ვერ მივართვით. ცოტას ჩვენ გვაწვალებენ, მაგრამ აწინახონ ჩვენგან შედეგები. დედის გაკეთებული საჭმელები ენატრება, აი ისინი გავაკეთე რაღაცები, რაც მე შემეძლო. ისი შეკვეთა შემეძლო, შეუკვეთ. აი გუშინდელს აქეთ ფუსფუსებ და მაგის იმაში ვარ, რომ დედის გაკეთებული შეუგზავნო რაც შეიძლება მეტი. ზვიადი შარშან იყო აღდგომა თბილისში, ფიცით დადეს იმ დღეს და ისე მოუწია რომ გაათენეს. იგივე სიზამდა რა თქმა უნდა დღესაც. ახლა ჩვენ ვათენებთ მშობლები, ლოცვა წირვა რაც ჩატარდება ყველაფერს ვესწრებით და ვათენებთ მშობლები ლოცვით, რომ ვილოცოთ ბევრი ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და ჩვენი შვილები მალე დაბრუნდნენ. აი ძალიან ბევრს ვილოცებთ ჩვენ ამ აღდგომას. ქვეყანა მნიშვნელოვანი, კარგი ქვეყანა, იქ კარგი გარემო, კარგი შვილები, კარგი მომავალი. აი ესენი უნდა ვთხოვო და ისიც უნდა ვთხოვო ღმერთს, რომ ამ ჩვენ ეგრეთ წოდებულმა მთავრობას შეუყვარდეს მისი ქვეყანა და სინდისის ქენჯნით იძინებდნენ და სინდისის ქენჯნით იღვიძებდნენ, რომ ეს რა გაუკეთეთ ქვეყანას. აი ამ დარდმა არ ვიცი, მე არ მოასვენოს მაგენ. არც ერთი, ვინც ქვეყანას ყიდის. ხან უმკლავდებით, ხან კი მანერვიულებენ, მაგრამ არა უშავს რა, მე ვინერვიულებ, ვიტირებ, დავმშვიდები, არ არის მაი პრობლემა, მაგრამ მეც არანაკლებ პასუხს ვცემ. ტროლია და არა უშავს. ეგ არის მეტი არაფერი არ დარჩენიათ, რომ გაგაშავონ, გაგლანძღონ, მაგრამ მაინც არ გამოსდით. არ გამოსდის, რა უნდა თქვა? რა უნდა თქვან ზვიაძე და რა უნდა თქვან ჩემზე, რომ ბავშვს უწოდებ და მცხვენია, იცი? კია 19 წლის, მაგრამ იმდენად დიდი განათლება აქვს მიღებული და იმდენად შეყვარებულია მის ქვეყანაზე, რომ რა უნდა გააშავა, რა უნდა მოუგონო ამას. ვერაფერსაც ვერ უზამენ სულ და ვერც ვერაფერს გვიზამენ მშობლებს. ძალა ერთობაშია გავიმარჯვებთ სახელოვნად. აი ესე მჯერა ამის, სულ ცოტა დაგვრჩა, სულ ცოტა. სამწუხარო ამბავია, რომ რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან დღეებს და თარიღებს სინდისის პატიმრები ატარებენ რაღაცა 4 კედელში და ჩვენთვისაც რთულია ამის გააზრება, რომ
ის რაც ასოცირდება ამ დღეებთან, თუნდაც ავიღოთ პასკა, წითელი კვერცხი, ამ რაღაცა პროდუქტის მოტანა შეგზავნა გვიწევს, რომ რაღაცნაირად ეს დღეები გაუადვილოთ მათაც. მიუხედავად მხნეობისა მათი, უკვე მე რამდენ ესეთ მნიშვნელოვანი რიცხვია, როცა ეს ადამიანები გვინდა რომ ჩვენ გვერდზე იყოს, მაგრამ რაღაცა კედელი და გისოსები გვაშორებს ამ ადამიანებს და ერთი კაი ამბავი ალბათ მაინც ის არის, რომ ბევრი ადამიანი და ოჯახი დაგვაახლოვა ამ რაღაცა მძიმე სიტუაციამ და რთულმა და ამით ცოტა რაღაცა განწყობას ვიქმნით, რომ ალბათ მთელი ცხოვრება გაივლიდა ისე, რომ ამ ადამიანებს ვერ შეხვდებოდით და ეხა უკვე ყოველდღიურად იმოლოდინში ვართ, რომ თუნდაც ეს რაღაც საკვები შეგზავნა, რაღაცა ბოლო იქნება და შემდეგ რაღაცა დღესასწაულზე მაგალითად აღარ მოგვიწევს, რომ რაღაც დაბადების დღეზე მათთვის ესე შორიდან გვიწევდეს მილოცვა. იმედი არ მაქვს მჯერა რომ აუცილებლად დადგება ეგ დღე და არც ისე შორს არის, იმიტომ რომ როგორც იტყვიან ხოლმე სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ხო დადისო და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, სულ რაღაცა ეგ მოლოდინი მაქვს, რომ ყოველი ხვალინდელი დღე შეიძლება იყოს ის დღე, როცა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აღდგომას სად იქნებით? აღდგომას ვიქნებით, რა თქმა უნდა, რუსთაველზე. ჩვენი სახლია, ესე ვიტყოდი, უკვე მეოთხე თვე არის ჩვენი სახლია, ყოველდღიური, სადაც ხვდებით არა მარტო თანამოაზრეებს და არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც ერთ ბრძოლაშია ჩართული, ის ადგილი გახდა რაღაცა ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვოს სიმართლე, სადაც შეგიძლია იპოვოს ბევრი ღმილიანი სახე და სადაც შეგიძლია ადამიანებს არ ესაუბრო უბრალოდ და მათ თვალებში ამოიკითხო ის რა სურთ მათ და ამ ადამიანებს თავისუფლება სურთ და მოიპოვებენ კიდევაც. პირველი დღესასწაული არ არის, რასაც ირაკლის ციხეში შეხვდა, ახალ წელსაც ციხეში შევხვდით. ფაქტიურად ირაკლის დაბადების დღესაც შობა დღეს. ეხა უკვე მოგვიწია აღდგომის შეხვედრა ირაკლის გარეშე, ხდება ირაკლი ციხეში ამ დღეს. არ ვიცი, თან ძალიან მძიმე არის, მაგრამ თან საამაყო არის, რომ ჩვენ ძალიან ვამაყობთ ირაკლით და ვამაყობთ თითოეული ჩვენი პატიმრით, პოლიტპატიმრით, იმიტომ რომ ამ ბიჭებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ის თუ რამხელა როგორ გითხრათ, ანუ თვითგანწირვას მოითხოვს სამშობლოსთვის აი ამ მდგომარეობაში ყოფნა და ჩვენც მაქსიმალურად გვერდში უდგავართ ბიჭებს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იგრძნონ ის, რომ ჩვენთან ერთად არიან, შეიძლება ფიზიკურად ვერ დგანან ჩვენს გვერდით, მაგრამ სულ გვიყურებენ, სულ გვერდში გვიდგანან, გვამხნევებენ აქეთ და არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად თავი დავხაროთ და ყოველთვის თავაწევლები დავდივართ, როგორც ირაკლის ოჯახი, ასევე დანარჩენი სინდისის პატიმრების ოჯახები. აი ახლა გამოходით და ნახეთ ირაკლი რამე ახალი გზავნილი ან მოსაზრება ხო არ დაგაბარათ ვისით და საზოგადოების. მადლობა შემოგითვალათ ირაკლიმ ყველას, იმიტომ რომ არაერთი გამხნევების სიტყვებსა თუ წერილებს იღებს და ისმეს ირაკლი საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან დიდი мотивация არის იმ ადამიანებისთვის, რომელმაც თავიანთი თავისუფლება დათმეს იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ეს თავისუფლება და მადლობელია და ყველას ეუბნება იმას და ჩვენც გვეუბნება, რომ საზოგადოებას გადავსვათ, რომ ბოლომდე არ გავჩერდეთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე და სულ იმას ამოსა ჯერ არის ჩვენი ქვეყანა და მერე ვართ ჩვენ. შესაბამისად, ჩვენ ოჯახის წევრები ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, იმ ერთიანობას, რაც ამ ბიჭებს ჰქონდათ სამშობლო სიყვარული, საქართველოს დამოუკიდებლობა და არ დავიწყება იმ გმირების, რომლებსაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. ანწუხელიძე ტატუნაშვილი ბევრი არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს, იმიტომ რომ არა მხოლოდ 9 აპრილიდან მოყოლებული და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული იყოს ეს დიდებული ადამიანები, არამედ აფხაზეთის ომიდან და არაერთი ბრძოლიდან, ასე რომ დიდება გმირებს, თავისუფლება საქართველოს და თავისუფლება სინდისის პატიმრებს. შენ მიწერე მგონი არის დარდო ეკავ თუ რაღაც. ხო.